კაბიანი კაცები არიანო ქართველებიო. იმ აფხაზებს აღარ უყვარხარ შენ, აღარ უნდიხარ, ეზიზღები. ჩვენი შერიგება არ მოხდება. სიმართლე ვთქვათ, რატომ უნდა მოვატყუოთ ერთმანეთი? კი, უფროსი თაობიდან გარკვეულ ნაწილს შეიძლება ის ძველი მეგობრობა და სითბო და სიყვარული შემორჩენილი აქვს, მაგრამ ახალ თაობას არ უნდიხარ. და ეს ჩანს ინტერნეტში, რასაც წერენ ისინი. ყოველ წელს აღნიშნავენ ქართველ ოკუპანტზე გამარჯვების დღეს. დაწესდა ჯარიმები ქართული სიმღერის მოსმენისთვის. რას ეტყოდით აფხაზებს და ოსებს? მე მივმართა ზუსტად იმ აფხაზებსაც და ოსებსაც, რომ ერთი მტერი ყავს, რომელმაც შეძრუნდა გაფთიშა ერთმანეთს. საქართველოში LGBT ჯგუფები რომ არიან, მათ უყვართ ამ თავიანთი ვიდეოების ინტერნეტში გამოქვეყნება. შენ სახლში რაც გინდა იყავი, მაგრამ ინტერნეტში რას აქვეყნებ ამას შენ ერთი. და ამ ვიდეოებს ნახულობენ აფხაზები, ჩამოტვირთავენ ხოლმე და შემდეგ საკუთარ გვერდებზე აქვეყნებენ და ყველას აჩვენებენ ამას, რომ აი ქართველები ეს არიან, კაბიანი კაცები არიანო ქართველებიო. 1000 რაღაცაში ხარჯავენ ამ თანხებს. ხო შეიძლება რომ რაღაცა გარკვეული ოპოზიციური ჯგუფები დააფინანსონ იქა. მე დამიწერა კომენტარი ერთ-ერთმა პიროვნებამ აფხაზეთიდან სოხუმიდან გვარად ჩაჩიბაია იყო, ჩემი მოგვარე, ანუ მე აფხაზი ვარო, შენ კიდე ოკუპანტი ქართველი ხარო. აი ასეთი სიტყვები დამიწერა. უნდა გაგიჟდე ასეთ აბსურდზე. აფხაზეთი იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი ისტორიულად, პოლიტიკურად, კულტურულად. როგორც კი რუსეთმა ფეხი დაადგა კავკასიაში ეს პრობლემა გაჩნდა. ისევე როგორც ოსებთან მიმართებაში, ისე როგორც აფხაზებთან მიმართეთ. დღეს იქ არიან გააფსუებული მეგრელები, პირისპირ რო იცოდეთ. რუსეთი რომ მოულოდნელად გაქრეს, უნდა ჩავიდეთ ჩვენ და დავხოცოთ ეს აფხაზები და ეს მიწა ასე დავიბრუნოთ. აფხაზეთში გაიხსნა რკინიგზა, რომელიც რუსეთს უკავშირდება, აგრეთვე ცოტა ხნის წინ კადრში იყო სოხუმის აეროპორტი, რომელმაც ფუნქციონირება განაახლა მრავალი წლის შემდეგ და პირველი რეისი შესრულდა მოსკოვიდან. ყოველდღე უფრო და უფრო მეტად ფშორდებიან აფხაზები და აფხაზეთი ჩვენ და ეწებებიან რუსებს. რაც შეეხება ცხინვალს, იქ საერთოდ უფრო ტრაგიკულად არის ვითარება, იმიტომ რომ პირდაპირ მიმდინარეობს საუბარი, სურვილი გვაქვს რომ მიგვიერთოს რუსეთმაო. და ამის რაღაც გარკვეული მოძრაობები და მოქმედებები არის. თავარი აქ არის რუსეთი. ვინ აკითხებს აფხაზებს და ოსებს? უნდა დაიხარჯოს მილიონობით ლარი პროპაგანდისტვის. უნდა წარიმართოს ეს და გონივრულად გამოყენებული იქნას. ვიღაცა მოისყიდონ, ვიღაცა დაამუშაონ, რაღაც მოიმოქმედონ ბოლოს და ბოლოს გადის დრო და გავიდა ცხოვრება და ვეღარას დროს ვეღარ დავიბრუნებთ მერე ბოლოს. თუ იქამდე მივიდა საქმე რომ ყველანაირი ძაფები გაწყდა და ყველანაირი ხიდები ბოლომდე ჩაიმცხურა. თანდათან უნდა დავაწყოთ ურთიერთობა, გამოვნახოთ საერთო ენა, დავეხმაროთ მაგალითად ეკონომიურად. და რა არის აფხაზების მთავარი არგუმენტი ხოლმე, როდესაც პოლემიკა მიმდინარეობს? ჯერ გვაღიარეთ და შერიგების პროცესი შემდეგ დავიწყოთ. ჯერ გვაღიარეთ. შემდეგ ვრცელდება სხვადასხვა წერილები რომ აფხაზების რომ ჩვენ ქართველების გამო მოწყვეტილი ვართ მთელს ცივილიზებულ სამყაროს, რომ არ გვაღიარებენ, ამიტომ ჩვენ ვერ ჩავდივართ უცხოეთში სამკურნალოდ, ვერ ჩავდივართ სასწავლებლად, განათლების მისაღებად. იზოლირებული ვართ და ამ იზოლაციაში ცხოვრება ყელში ამოვიდა, ამას ამბობენ აფხაზები. რა თქმა უნდა, აგრესიული პოლიტიკა ჩვენ არ უნდა ვაწარმოოთ, მაგრამ პასუხი უნდა გავცეთ იმაზე, როდესაც მთელი ჯგუფები აქვს შექმნილი და ქართველებს თავზე წალასწავენ და ჩვენ ვინა ვართ. ჩვენ გვაქვს ერთი გამოსავალ. უნდა ვესაუბროთ რუსეთის ხელმძღვანელს. ჩვენ აქ ერთმანეთს რას უშუებით? ხედავთ ამას აფხაზები და წარმოიდგინეთ რა დღესია. ჩვენი ხალხი გამოყარეს აქეთ და ჩვენ მოუწყვეთ გენოციდი. ჩემი ბავშვობის დროს და შემდეგი თაობის დროსაც ბავშვებს აფხაზებზე ლექსებს გვასწავლიდნენ და ასე ვიზრდებოდით, რომ ეს ძმა და ეს მეგობარია და ეს ერთიერი ვართ და ერთი ქვეყანა ვართ და ასე შემდეგ და სითბოთი და სიყვარულით გავიზარდეთ ჩვენ საქართველოში და ამ დროს თურმე ისინი ქართველი სიძულვილით იზრდებიან და ახლა დღევანდელი რეალობის წინაშე რომ დავდექი და მეც და სხვა ჩემი თაობის წარმომადგენლებმა შევხედეთ ეს აფხაზები რას წერენ ქართველზე, ცოტა არ იყოს გაწმილებული და იმედგაცრუებულები აღმოვჩნდით. აფხაზებს ქართველების კი არ უნდა ეშინოდეს, უნდა ეშინოდეს სომხების.